მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ასევე აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან აკავშირებს. ნუცა კოროშინაძე გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დღეიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის სამი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, საუბარია საქართველოზე, აზერბაიჯანსა და თურქეთზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა და როლი აქვს დაკავშირებადობის მიმართულებით. მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში, ასევე ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან დაკავშირებადობის მიმართულებით. მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, როგორც მოგეხსენებათ, ახლა ყველა საიმედო გზების ძიებაში არის აღნიშნულ პროექტზე განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ექნება სწორედ ამ პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთმბრუნვის გადაზიდვის დროს, როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება რეგიონის როლი საერთაშორისო ასპარესზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტო რეჟიმში გადაიზიდა 1,8 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90,000-მდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მარშრუტის სრულად ამოქმედებით, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო ახლოვებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიოს სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში. ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება შუა დერეფნის მიმართ საქართველოს ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე იზრდება ჩვენი ქვეყნების მნიშვნელობა აი ამ მნიშვნელოვან პროცესში. ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის 6-ჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. ეს მიუთითებს არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზეც. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მარაბდა კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვის მიზნით დაფუძნდა ერთობლივი საწარმო. ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად ახორციელებს საქართველოს რკინიგზა. ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ეს ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი სამი ქვეყნის ერთობლივი პროექტი არის, საუბარია არის საქართველოზე, თურქეთსა და აზერბაიჯანზე. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ დღეს ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, მათი განცხადებით ერთობლივი პროექტის შედეგად რეგიონის მნიშვნელობა და ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
მოხარული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავება დღეს უკვე შესაძლებელია. პირველ რიგში ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ყობახიძეს მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი მასპინძლობისთვის და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეგობარი ქვეყნის საქართველოს მთავრობის მიმართ. ჩვენ ვხედავთ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და საერთო ხედვის პირველ ნაბიჯებს. ამ განვითარებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან კრიზისულ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული გადაზიდვის საშუალების არსებობა. ამასთან აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება. ეს არის მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი, უსაფრთხო დერეფანი. უსაფრთხო გადაზიდვის საშუალებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტიც ამის ნათელი მაგალითია. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელება იყო. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო პროცესი, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტვირთზიდვის საქმეში. დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის და პრემიერ ირაკლი ყობახიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდა, არ იქნებოდა საქართველოს პრემიერის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობის გარეშე. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროექტი მსოფლიო საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს როლს და ფუნქციას მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან როგორც მოგეხსენებათ, დაკავშირებადობის მიმართულებით ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს ნუცა კოროშინაძე იყო, მადლობა ნუცა. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ფონდი ქართულსგან და სიახლეს სტარინგ ჯორჯიას ეკოსისტემაში. მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი დინოტოპია გაიხსნება, რომელიც შეკვეთილში ციცინათელას პარკის მიმდებარედ განთავსდება. ამ მიზნით საქველმოქმედო ფონდ ქართულსა და სახელმწიფო ჰონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ქართულ მოზურგეთში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეპესე აკვა ცენტრისგან შეიძინა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი შეიქმნება ერთიანი მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებული მურიგი პოზიტიური ინფორმაცია ტრადიციულად სპეკულაციებისთვის გამოიყენა ოპოზიციამ, ოპოზიციურმა მედიამ და მათთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა. ბრალდებებს დეტალურად უპასუხა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, მიწის ნაკვეთი საჩუქარია, რომელიც ფონდმა სახელმწიფოს გაუკეთა. ჩვენ მოგმართა სახელმწიფო ორგანიზაციამ სტარინგ ჯორჯიამ, რომ მოგეხსენებათ, რომელიც მართავს სახელმწიფო აქტივებს, მათ შორის Black Sea Arena-ს და მრავალ სხვა აქტივს. მათ აქვთ საინტერესო პროექტი, კონკრეტულად ეგრეთ წოდებული დინოტოპიის ტიპის პარკის მოწყობის პროექტი. მოეწონათ მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს სტრუქტურაში შემოვალ ერთ-ერთ ორგანიზაციას და გადაწყდა ამ ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოზე, მათივე, ანუ სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივის გამოჩენის შემდეგ. ბუნებრივია, ჩვენ სტრუქტურაში, ანუ ქართულ სტრუქტურას გულისხმობ საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ახორციელებს, შესაბამისად ფონდმა გამოისყიდა იმ საბაზრო ღირებულებით, რაც იყო ის ნაკვეთი იმ ორგანიზაციიდან, იმიტომ რომ ის ორგანიზაცია ფუნქციონირებს თავის, ასე ვთქვათ, კომერციულ საწყისებზე. ჩვენ გამოვისყიდეთ ეს მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ანუ არის პირსმინდა მარტივად, ასე ვთქვათ, განხორციელებული ტრანზაქცია, ეს არის ქველმოქმედება, არის საჩუქარი, რაც ფონდმა გაუკეთა სახელმწიფოს. ფოთაშორის სიუჟეტებში იმდენად არაპროფესიონალურად და იმდენად ასე ვთქვათ, აბსურდული იყო ყველაფერი, რომ გაათმაგეს ტერიტორია. ანუ იდეაში რომ იკითხო, ეყნობოდნენ იმ ამონაწერს, რაც საჯარო რეესტრში დაფიქსირდა და იქ ნულების დათვლაც არ იციან. 2.7 გექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 გექტარი, რაც გაჟღერდა. მაგრამ ეს ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება ყველაფრის, ეს ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათია შესაბამისი მედიების და იმ ექსპერტების, რომელთაც ასე ვთქვათ, მათ გვერდში უდგა და ეხმარებიან ამ აბსურდული ბრალდებების გავრცელებას. მიწის ნაკვეთის ღირებულება არის 1.300.000 ლარი, რაც ფონდმა გადაუხადა შეპესე აკვაცენტს, ვის საკუთრებაშიც იყო ეს მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდგომში ფონდმა აჩუქა ეს მიწა სახელმწიფოს. ქველმოქმედების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება ნეგატიურად წარმოაჩინოს. პრემიერ-მინისტრი კი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქართულს ნებისმიერ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს ცდილობს, რითაც საზოგადოების თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი
ობიექტი შექმნა ბატონმა ვიძინაევანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ყოველ ჯერზე ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს ხოლმე სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ, გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია. ჩვენ გვესმოდა მაგალითად სიცენზურასთან დაკავშირებით იგივე იმავე ხასიათის განცხადებები იგივე იყო დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით. ახლა ვისმენთ, რომ თითქოს ფულის გათეთრების რაღაცა სქემა კეთდება. აი ფულის გათეთრების სქემა ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ ვიძინაევანიშვილს უნდა გადაუხადონ თანხები, ისე ვერავინ ვერ მოხდება ამ პარკში და ხედავთ, რომ პარკი არის უფასო და ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ტურისტს შეუძლია თავისუფლად შევიდეს ამ პარკში და სარეკრეაციო სივრცით ისარგებლოს. რა თქმა უნდა, მავნებლობას, რა თქმა უნდა, სრუპენტელობას საზღვარი არ აქვს, მათ შორის ამ კუთხიდან და ყველაფერი კარგი, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს რა თქმა უნდა, შეუგუნათ ესახება კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არც ერთი წამით არ შეჩერებულა თავდასხმა ქართულზე, ქართულ ჯგუფზე, ვიძინაევანიშვილის ოჯახზე ზოგადად. ნებისმიერი კეთილი საქმე საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე, რაც გაუკეთებიათ, რაც აკეთებენ, ყოველთვის იყო თავდასხმის ობიექტი თითოეული ასეთი ძალისხმევა თუ ასეთი საქმე. და ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ძალების, ამ ადამიანების სახეს. მათთვის არ არის საინტერესო კარგი რა ხდება ქვეყანაში, არ არის საინტერესო რა შეიძლება სასიკეთო გააკეთოს ამა თუ იმ ადამიანმა, მათ აქვს თავიანთი პოლიტიკური ინტერესი. ვიძინაევანიშვილის ოჯახისთვის ეს ახალი არ არის, ქართულთვის ზოგადად ეს ახალი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ხედავთ, რომ ისინი აგრძელებენ თავის საქმიანობას, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმიანობას, არც ერთი რა თქმა უნდა ასეთი თავდასხმა მათ ამ საქმეს არ გააჩერებს. სად გაგიგიათ, რომ რაღაც კომერციული მიზანი ქონდეს. უზარმაზარი თანხა გადაიხადო და მეორე სახელმწიფო საჩუქო და კიდევ იმაზე ველაპარაკო. მე რომ ეს რაღაცა კომერციული ინტერესების გამო გაკეთდა. აი, როდესაც ტყუილის გეგმავ, ჭკუასთან ახლო ტყუილი მაინც დაგეგმე. იმდენად უნიჭო ადამიანები გეგმავენ ახორციელებენ, რომ 24 საათიც კი ვერძლებს. პროკურატურისა და ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის შექმნას პირდებოდნენ. დაკავებულია 3 პირი, 6 პირის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. საქმე ეხება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ამერიკაში თავშესაფრის მსურველი მოქალაქეებისთვის ყალბი დოკუმენტების შექმნას და ეგრეთ წოდებულ кейსებში არარსებული ისტორიების შეტანას მათი პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. ასევე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას პირდებოდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც პირდებოდნენ. საქართველოს პროკურატურას და ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეგრეთ წოდებულ кейსებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ, ყალბი ეგრეთ წოდებული кейსის შედგენის სანაცვლოდ 1000-დან 1500 ამერიკულ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3000 ამერიკულ დოლარს. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის თითეული მოქალაქისაგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6000-დან 8000 ამერიკულ დოლარამდე თანხას. ასევე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას პირდებოდა. სანაცვლოდ კი დიდ ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10,000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც პირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის
საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების პარალელში ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით $800 სანაცვლოდ პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოს და ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია. საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების პარალელში ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას თავაზობდნენ. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ორივე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ რამდენიმე დღის წინ ცნო, სასჯელი ზომა კი მოსამართლემ დღეს განსაზღვრა და გადაწყვეტილება გამოაცხადა. გარდა აღნიშნული საქმის პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიგაძეც. დემეტრე ჯინჯალიამ ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად სამართლიანი სიტყვით ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდის გიგა ავალიანის ღირსება. მე მას პირადად მადლობა უთხარისხდა მათა დარბაზში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ჩემგან. მან არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ მერწმუნედ ხალხო საქართველოს მომავალიც დაიხსნა გარკვეულ წილად. ამ განაჩენს საფუძვლად დაედო ჩვენს მიერ შეკრებილი და გამოძიებული საქმის მასალები და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ ესენი გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოკამერის ჩანაწერები და ბრალდებულთა შორის არსებული მიმოწერები. ასევე ინფორმაცია ნომრების დეტალურებისა და შემავალ-გამავალი ზარების სახით, რომელიც უთხოვარად დადასტურებს, რომ ამ ბრალდებულებმა რეალურად ჩაიდინეს ბრალად-წარდგენილი ქმედება. ვინაიდან ბრალდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასწავლებელზე ჯგუფურ ძალადობრივ თავდასხმას, რასაც გიგა ავალიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს არის უპრეცედენტო დანაშაული საქართველოს მასშტაბითაც და როგორც დაზარალებული ამბობს, მსოფლიოშიც არ ყოფილა მსგავსი. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებული 12 პირიდან 7-მა დანაშაული აღიარა და ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. პროკურორ ლაშა ჩქვიტარიას განცხადებით დაკავებულები დანაშაულს ინანიებენ, რის გამოც 7-ვე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდებიან. საპროცესო შეთანხმება 3 წლით პირობით მსჯავრზე ფორმდება. პროკურორის განცხადებით ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ასახულია ვიდეო მასალებში. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ხსენებული პირები მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში, რაც პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებენ და ინანიებენ 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული. სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა საუბარ და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. 7-ვე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე. ოფიციალური ბერლინის საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს ისევ არიბარებს. ალექსანდრე კარტოზიას არ ეძლევა საშუალება, რომ დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგეს. უკვე 8 თვეა საქართველოს ელჩი გერმანიის ხელისუფლებისგან პროცედურის დასრულებას ელოდება. გერმანული მხარე არ ნიშნავს ოფიციალურ შეხვედრას ალექსანდრე კარტოზიასთან. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გერმანიის პრეზიდენტმა ამ პერიოდის განმავლობაში უკვე 12 ქვეყნის ელჩისგან ჩაიბარა რწმუნებათა სიგელები. აკრედიტაციის პროცედურების გაჭიანურების პარალელურად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამ დრომდე არ განახლებულა საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები, თუმცა ინფორმაციები განახლდა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ოფიციალური ბერლინის პოლიტიკას გერმანელი დიპლომატისთვის სამარცხვინო ფაქტებად და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებად აფასებენ ალტერნატივა გერმანიისთვის წევრები. გერმანელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ფორმით ბერლინი ქართველ ხალხს სჯის იმის გამო, რომ საქართველო არ გახდა მეორე უკრაინა. ამასთან ტომაშ ფროელიხი მიჩნევს, რომ გერმანიაში ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებებით დაიცვას ქრისტიანული ტრადიციები და ღირებულებები.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები ეწინააღმდეგება დიპლომატიის ნორმებს და არაფერია სხვა თუ არა პროვოკაცია. როგორც ჩანს, ბერლინს არ სურს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის მიღება. მსგავსი ქმედებები საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს. ცხადია, ეს ნაბიჯი გეოპოლიტიკურად არის მოტივირებული. როგორც ჩანს, არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები იმ იდეოლოგიის ფონზე, რომელსაც მისი მომხრეები ვოუკ იდეოლოგიას უწოდებენ. გერმანიამ უნდა იმუშაოს საქართველოსთან კონსტრუქციული დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, რაც გულისხმობს ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტთა სიიდან სალომე ზურაბიშვილის ამოღებას. ოფიციალური ბერლინის მხრიდან ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ეს არის უსამართლო მიდგომა და უპატივცემულო დამოკიდებულება საქართველოსა და ქართული ხალხის მიმართ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით გერმანიის თავის მართლება ტექნიკური ხარვეზის საბაბით არასერიოზულია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნების მონაცემები ვებგვერდზე ჩვეულ რეჟიმში იცვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ის პრინციპები, რაზეც იყო დაფუძნებული გერმანიის სახელმწიფო უბრალოდ გაქრა და საქართველოს ელჩისთვის შეხვედრის არ ჩანიშნა და აკრედიტაციის პროცედურების გაჯიანურებაც ამის მურიგი გამოხატულებაა. გერმანული ხელისუფლების ეს აბიჯები მე ვიტყოდი არის არასერიოზული, ისეთივე არასერიოზული როგორც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და მისი ქმედებები ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. ვებგვერდზეც კი რო ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა, ბევრ სხვა ქმედებაზე და ელჩისთვის შეხვედრის არჩევნაც არის, რა თქმა უნდა, ამის მორიგი გამოხატულება. ჭირვეული ბავშვის საქციელს გავს მთელი ეს პროცესი. თითოეული ჩემი აღარ მიგვიშეს თითოეული გამოვლინება, იქნება ეს ელჩის ქმედება, იქნება ეს ინფორმაციის განახლებაზე უარი თუ ასე შემდგომ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. მე ამ თითოეულ ასე დეტალზე არ გავამახვილებდი ყურადღებას. აქ თავარი არის ის, რომ გერმანიის ხელისუფლებას აქვს აი ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსადმი და სადაც ამის ტექნიკურად ამის შესაძლებლობა მიეცემათ, ასე ავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას და უპატივცემულობას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოევლება მივალთ ჩვენი მომენტამდე, მათ შორის იმედია ახალი ელჩის პირობებშიც, უახლოეს მომავალში, რომ ჩვენ აი ეს გაუგებრობები ჩავაბაროთ წარსულს და შევძლოთ, რომ ურთიერთობები აღვადგინოთ ნორმალური, რა თქმა უნდა, ნორმალური და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე. გერმანიის ეგრეთ წოდებულ ელჩს შეგვიძლია უთხრათ, რომ მიიღოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის რჩევა, რომ იგი IT-ის სპეციალისტს მიახმარს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფაქტების კონსტატაცია, ფაქტების დადასტურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. თურმე იგი ვერ ახერხებს Mercedes-ის, Volkswagen-ის სამშობლო ქვეყანა ვერ ახერხებს თურმე რომ ინფორმაცია განაახლოს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ სირიასთან და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულს ანახლებს. ეს კიდევ ერთხელ ანტაკორისტურ დამოკიდებულებას წარმოაჩენს არა მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, არამედ ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან და საქართველოს მოსახლეობის მიმართ. გერმანიის ელჩის მორიგი არადიპლომატიური განცხადება ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ეთერში საქართველოში 4 წლიანი მუშაობის გამოცდილებაზე საუბრისას გერმანელმა დიპლომატმა ქართველები ასე შეაფასა. ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის თუ რა არის ევროკავშირი, სხვებს კი უბრალოდ არ სურთ რუსი, თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი იყოს. სახელმწიფო გუნდში პეტერ ფიშერის განცხადებას ქსენოფობიურს უწოდებენ და ამბობენ, რომ გერმანიის ელჩი დიდი ხანია დიპლომატიურ ჩარჩოებს გასცდა. ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის თუ რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება. სხვები უბრალოდ ამბობენ, მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. სურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან არ გამოჩნია უკეთესი ალტერნატივა. არ მსურს ვიყო რუსი, ან თურქი, ირანელი, ან აზერბაიჯანელი. აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვა სამას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზული არის ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება მე მგონია არასწორია, სამწუხაროა, დასანანია.
თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე, მეგობარ ხალხებზე და როდესაც საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, არ ვიცი ეს არანაირ დადებით და ასე ვთქვათ, სერიოზულ შეფასებას არ მისაღებს. გერმანიის ელჩის მორიგ არადიპლომატიურ განცხადებას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალო პაპუაშვილი წერს, რომ პეტერ ფიშერის განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის და საჭიროა დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას, ფიქრობს თუ არა ასე იგი გერმანელობაზეც. ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის, საჭიროა ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც. სინამდვილეში ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს. ჩვენ გვქონდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი განადგურებული ქვეყანა, ევროკავშირი იყო ცივილიზებულ სახელმწიფოთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი. საქართველოს ამ მხრივ არც თავისი წარსული აქვს გასაქრობი და არც ცივილიზებულთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი ასაღები. ევროკავშირი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა ყოველ შემთხვევაში ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველებს სწრაფვას სურთ. გათქვეფილი იდენტობის კავშირს საბჭოთა კავშირი ქვია. წარმავალმა ელჩმა კი უმჯობესია იმაზე იფიქროს, როგორ ქვეყანაში მოუწია ჩამოსვლა და რამდენი რამ ვერ გაიგო აქაურობის. პრემიერ-მინისტრი ივნისის ბოლოს პარლამენტს მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. დოკუმენტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. სამთავრობო პროგრამის განხორციელების ანგარიში მოიცავს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს და ასახავს საქართველოს მთავრობის პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. ანგარიში ეფუძნება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად სფეროებს. დოკუმენტში წერია, რომ მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. გასულ წელს კი საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური სიდიდით. 88 გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და მოიცავს ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას. ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკის საკითხები, ეს არის სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა, განათლება და ეს შემდეგ. არის სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას და რა თქმა უნდა, ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც უკვე მე პირადად წარსდგები პარლამენტარების წინაშე. ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა და ველოდებით საინტერესო დისკუსიას. სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღკვეთის მიზნით გამრიცხველიანობის პროცესზე კომენტარი გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამრიცხველიანება უზრუნველყოფს სწორ პრინციპებზე დაფუძნებულ მოხმარების სისტემას. ოფიციალური მონაცემებით მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებამ გასულ წელს 133 მილიონ კილოვატ-საათს მიაღწია, რაც საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე 10-ჯერ მეტია. მსგავსი ტიპის დასახლებებში ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მოხმარების მაჩვენებელი მაქსიმუმ 10 მილიონ კილოვატ-საათში ადგენს. დარგის სპეციალისტების განმარტებით, ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარება საბოლოოდ დიდი წნეხია გადამხდელებისთვის და ენერგოსისტემისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება. მესტიის მუნიციპალიტეტში ციფრებზეც იყო საუბარი, როგორც აღინიშნა დღეისათვის წლიური მოხმარება. მესტიის მუნიციპალიტეტში არის 133 მილიონი კილოვატ-საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7 მაქსიმუმ 10 მილიონი კილოვატ-საათი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა და მას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში, როგორც ჩვენ დავანასეთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ვიზიტის შემდეგ შტატების დელეგაციის მიერ გავრცელებული განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ერთის მხრივ ვაშინგტონი ადასტურებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას, მეორეს მხრივ ოპოზიციასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას გამოხატავს, რომ მათი მხრიდან საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. ამასთან პოსტები ოპოზიციის რიგებიდან მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებისგან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მკაცრი
საყვედური მიიღეს მანდატებზე უარის თქმისა და პარლამენტის ბოიკოტის გამო. აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა დღეს სადეს ნაციონალურ მოძრაობაში, რაც შეეხება შტატების წარმომადგენლების ოფიციალურ განცხადებას, მისი შინაარსი პარტიაში როგორც ჩანს სხვაგვარად გაიგეს. შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მიდგომას, რომ ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს, იზიარებს სახელმწიფო გუნდი. თუმცა განსხვავებით დღეს მოქმედი ადმინისტრაციისგან მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციას საკუთარი მანდატები არ ესარგებლა. არწევია საყვედური ოპოზიციის ნაწილში დელეგაციის განცხადება გულისხმობს, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ინსტიტუციონალიზაციის რესურსი იმისათვის, რომ უკეთესად წარმოადგინოს ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელექტორატის ინტერესები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. წარსულში რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამის განხილვას ჩვენ ბუნებრივია ვერ დავიწყებდით, ის მოცემულობა უნდა მივიღოთ, რომელიც ეხლა გვაქვს. ბოიკოტი და არჩევზე უარის თქვა ვერ იქნება სწორი გზა წინ. შესაბამისად ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის ამ პოზიციას, რომელიც ძალიან მკაფიოდ შავით თეთრზე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, მათ შორის მიდგომა ამ საკითხების, ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაცია პირიქით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში დაგჭირდა მთელი მოლაპარაკებები, დაგჭირდა შეთანხმების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერგან გადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია. მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამორჩევლის არჩევანს, ამორჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევის შედეგი და ეს იყო ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024 წელს. ამერიკის მხარემ ჩვენ გაგვიზიარა თავისი შეხედულებები და სრულიად ბუნებრივია. ყველა პატრიოტი, ჯანსაღად მოაზროვნე და მოფიქრალი პოლიტიკური ძალისთვის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური წესრიგი და წესი და ჩარჩო არის უპირველესი. არ არის ბუნებრივი და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალები საპარლამენტო მანდატებზე ამბობენ უარს, მხარდაჭერაზე ამბობენ უარს და ცდილობენ ეს პროცესი გადაიტანონ ქუჩაში. ამიტომ და რაც თავარია, ამერიკის მხარესაც აქვს ძალიან ლოგიკური ჯანსაღი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენად მე ვიცი, ეს გზავნილები ძალიან მკაფიოდ იქნა გადაცემული ოპოზიციის მიმართაც. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია, რომელსაც თავარი არის რა თქმა უნდა დემოკრატიული საწყისები, ვერანაირად ვერ მოიწონებდა და რა თქმა უნდა მკაცრად გააკრიტიკებდა იმ ანტიდემოკრატიულ სვლებს, რომელთაც დაკავებულია კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორც არის ქართველი ხალხის და მათ შორის გარკვეული ნაწილის, რომელიც მათ უჭერს მხარს მათი ნების უგულებელყოფას, არ გამოყენებას მათი მანდატებისას, რომელიც მათ შორის ვალდებულებაც კი არის პოლიტიკური თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამოქმედო ადმინისტრაციის და მათი წარმომადგენლებისთვის, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მოსაწონი კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან. დემოკრატიული მართლობის კრიზისი, ძალადობის გაღვივება, LGBT დღის წესრიგი და უკონტროლო მიგრაცია. ევროკავშირში არსებულ პრობლემებსა და კრიზისს ერთიან ნეიტრალური საქართველო საფრანგეთის მაგალითზე საუბრობს და Deep State-ის გეგმებს ამხელს. პარტიაში განმარტავენ, რომ ბოლო 2 წლების განმავლობაში დემოკრატიული კრიზისის პარალელურად ოლიგარქიული გავლენები ეტაპობრივად მომძლავრდა. შედეგად კი ახალგაზრდებს ფსევდოლიბერალური იდეები მოახვიეს თავს და გაუკუღმართებული ღირებულებებით აღზარდეს, რაც დღევანდელი ქვეყნების მიდგომებზეც მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს. ნეიტრალურ საქართველოში ამბობენ, რომ დღეს ევროპული საზოგადოება რეალურ ცვლილებებს საჭიროებს და მათ არჩევანის გაკეთება ისეთ ძალებს შორის უწევთ, რომლებსაც Deep State-ის მორჩილება აერთიანებთ. მას შემდეგ, რაც Deep State-მა მოიპოვა სრული გავლენა ევროკავშირის და ცალკეული წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის პოლიტიკურ ელიტებზე, ევროპის მასშტაბით დაიწყო 3 ძირითადი ხაზის გატარება,
ესენი არის LGBT იდეოლოგიის გაბატონება, უკონტროლო მიგრაცია და ეგრეთ წოდებული მწვანე პოლიტიკა. 2 ათწლეულის განმავლობაში მოხდა ინტენსიურად ამ პოლიტიკების დანერგვა, რამაც გამოიღო თავისი შედეგი და დღეს ევროკავშირი განიცდის დეგრადაციას ყველა მიმართულებით, როგორც ღირებულებითი, ასევე ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული სისტემების კუთხით და ფაქტობრივად მთლიანად ევროპა აღმოჩნდა ცივილიზაციური კრიზისის წინაშე. ევროკავშირში ვითარება სულ უფრო მძიმდება. ამიტომ ეს მოლოდინი არის და დგას მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაზე, ეს ილუზია კი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას. ამიტომ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოებას უთხრას სიმართლე, რადგან ყველაფერი ხელის გულზეა, ყველაფერი ჩანს და ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს საგარეო პრიორიტეტები. ჩვენ საქმე გვაქვს უფრო რთულ პრობლემასთან, რასაც ქვია უკონტროლო მიგრაცია. აი ეს არასწორი პოლიტიკა, რაც ევრობიუროკრატიამ გაატარა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში და დღეს პარადოქსული ის არის, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ევროპა და საფრანგეთი როგორც ევროპის ერთ-ერთი გული, რომელიც ყოველთვის აღიქმებოდა სტაბილურობის, მშვიდობის, კულტურისა და ინოვაციების ქვეყანა, დღეს ხედავთ, რომ გახდა არასტაბილურობის და არასტაბილურობის ერთ-ერთი კერად და ადგილობრივ მოხალხეებს უკვე ეშინიათ საკუთარ სახლებთან გადაადგილება და საკუთარ ქუჩებში. ნასაკვირველია, ვერ შევცვლით იმ მოცემულობას, რაც ხდება ამ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ რეალისტი, ვუყუროთ ყველაფერს რეალისტურად. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია, მე გემშვიდობებით ეთერს კი პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.